2011 წლის ლიტერატურული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაჯამეს საბას დაჯილდოვებაზე. ტექსტები და ნაწარმოებები, გამორჩეული პერსონები პრემია საბათი დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიამ უჩვეულო ამინდების გამო წელს დრო და ადგილი შეიცვალა და მას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. მოგეხსენებათ, რომ ჟიური ყოველ წელს რამდენიმე კატეგორიაში ავლეს გამარჯვებულს. წელს ნომინაციები ასე განაწილდა: წლის ლიტერატურული დებიუტი ეკატერინე წოგონიძე და სალომე ბენიძე. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა ლევან ბრეგაძე, დოკუმენტური პროზა და ესეისტიკა გიორგი მაისურაძე, საუკეთესო თარგმანი დავით წერედიანი, საუკეთესო პროზაული კრებული ბესო ხვედელიძე, საუკეთესო პიესა ლაშა ბუღაძე, საუკეთესო პოეტური კრებული პაატა შამუგია. საუკეთესო რომანი აკა მორჩილაძე, საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლისთვის რეზო ჭეიშუმა დაისახურა. წარმატებით ჩატარდა საბას 10 წლის იუბილე, გამოირჩა საუკეთესო წიგნები და კრებულები ჟიურის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ საბა უკვე იმას აქშია, რომ ის განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, რომ მომავალი 10 წელი იქნება საერთაშორისო პრემია, უკვე ვფიქრობ, რომ რეალობად იქცევა. ძალიან მიხარია, რაღაცნაირად ეს პიესა იღვლიანი აღმოჩნდა ჩემთვის ნავიგატორი და კარგია, რომ აი ქართველმა მკითხველმაც რაღაცნაირად გამოხატა ინტერესი ჟიურის სახით და მომწონს ის, რომ საბას პრინციპი საერთოდ რომ აქცენტირება არ ხდება ავტორზე, არამედ ხდება ტექსტზე აქცენტირება. დიდი ხანია არაფერი ქართულად ეს 60 წელი ამ ხარ გამოხდა, შარშან გამოვიდა და საერთოდ არ ველოდი რაღაც აქტიური საქმეა ამას წაკითხვა, აქტუალური იქნება, არის. შესაბამისად ეს მოულოდნელი და სახარებაც არის.